მოკლედ ძალიან შევეჩვიე ბახმაროს უკვე და პრინციპში ჩემი პირველი ამოსვლა, როდესაც მესამე დღეს ვატარებ ბახმაროში და ერთხელ ბავშვობაში როდესაც ვიყავი, ადრეც მithქვამს, რომ საღამოობით ყველა ცეცხლთან იკრიბებოდა და მათ შორის მეც. და რაღაც ძალიან ჩამრჩა, თუმცა ვერასდროს არასდროს, არც ერთ სიზმარშიც არ დავსწრებდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ მე ბახმაროში ამოვიდოდი და ამდენ კერს მოვამზადე და თქვენ გაგიზიარებთ. ესეთი უცნაურია ეს ცხოვრება. ძალიან რო არ გამიგრძელდეს, მე თქვენ გეტყვით, დღეს რას ვაკეთებ? ვაკეთებ შილას, ოღონდ ცოტა იტალიურ სტილში, ასე ვთქვათ, რიზოტოს შილის ელემენტებით, ასე ვთქვათ და გასწავლით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რიზოტოს მომზადებისას, ყველა პრინციპი სწორად დაცვა და ბრინჯის სწორად მომზადება. მოკლედ, პირველ რიგში უნდა დავჭრათ ხახვი, ძალიან მნიშვნელოვანი რამე მავიწყდებოდა ხორცთან დაკავშირებით. შილა ხო არის, ხორცისგან შემდგარი ძირითადი მასა ხორცი არის. თუ გახსოვთ, პირველი გადაცემა იყო ოსობუკოსი და რა ნაჭრებით ჰქონდა. ეს იყო გადაჭრილი არტალა. მე მოვხარშე უკვე 1-4 საათი იხარშებოდა და მთაში ისედაც უჭირს ხორცს მოხარშვა. მოვხარშე აი აქაც ძვლებით ჩანს. იმიტომ რომ ამ მოხარშული ხორცის ბულიონიც მე მჭირდება და ამ ხორცს მე დავძენწავ, აი ესეთი რბილი ფაფუკი ხორცი არის უკვე, რაც შილას აუცილებლად ჭირდება და გავუკეთებ რიზოტოს. კარგი, პირველ რიგში დავჭრათ ხახვი, მაგრამ ასევე რიზოტოს მომზადების დროს მნიშვნელოვანია, რომ წმინდად იყოს დაჭრილი ხახვი. ვისაც არ შეგიძლიათ წმინდად დაჭრა ხახვის, შეგიძლიათ ნებისმიერ სახში სხვანაირი სახეხი გექნებათ, იმ სახეხზე გახეხოთ და ისეთი ხახვი გამოიყენოთ. ანუ თავარი აქ არის, რომ ხახვის ეს ნაჭრები არ უნდა გვხვდებოდეს რიზოტოს ჭამისას. მოკლედ ესეც ერთ-ერთი სკილი გაჩვენეთ. ხო, ზეითუნის ზეთს ჩავასხამ, ხახვს მოვთუშა, ამ ყველაფერს დავიძე, რატო ვზივარ, ძალიან მივეჩვიე ჯდომას. მოკლედ ცოტა გამაფუჭა ბახმარო მაქვს თვალსაზრისით. ზეითუნის ზეთი. მე არ გავუკეთებ ნიორს. ერთი მარტივი საიდუმლო მაქვს, ლურპაკს, ბევრს აღარ ვილაპარაკებ ლურპაკს, მე ვერ ვჩერდები. ჩემი საყვარელი კარაქია დანიური ბრენდი და დანიური ხარისხი არის ტოპ და გამოუშვა ნიორიანი კარაქი. და ნიორს ცალკე აღარ გავუკეთებ და კარაქი აუცილებელია რიზოტოს მომზადებისთვის და იქნება ნიორიანი კარაქი, რომელიც იმ ნივრის არომატს მისცემს. ეხა ხახვი მოვთუშოთ. მნიშვნელოვანია, რომ არც დაგვეწვას, რა თქმა უნდა, ხახვი არ უნდა დაგვეწვას და ოქროსფერი შეფერილობა უნდა მიიღოს. ცოტა მეძებს გავუკეთებ. მეტი მორევა დაჭირდა. როგორც კი გაოქროსფერდება ხახვი. შემდეგ უკვე გადავდივართ ბრინჯის მოხალვამოთუშვაზე. ეს არის არბორიო, სპეციალური ბრინჯი არის. ეს რიზოტო ყველა ბრინჯით არ კეთდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ვიცოდეთ, რომ რიზოტოს აქვს თავისი ბრინჯი. უფრო, აი მოდი განახოთ, უფრო მსხვილმარცვლიანია ვიდრე ბასმათი. ბასმათით ეს არ კეთდება. მსხვილმარცვლიანია და რიზოტოს მომზადებისას ბრინჯი არ უნდა გადაგვეხარშოს. ესაა მთავარი ამოცანა ჩვენ. მოურევ კარგად. რატომღაც სამწუხაროდ თანამედროვეობაში ზოგი არ აქცევს ყურადღებას ბრინჯის, რაღაც თითქოს ბრინჯს დაადგამ და მორჩა. საქმე დამთავრებული, ამიტომ მოიხარშება წყალი, ჩაიშრობს და ბრინჯი მზადაა, მაგრამ არა. ბრინჯს აქვს თავისი მომზადების წესი და ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ყურადღება ჭირდება და დიდი ხარშვა არ ჭირდება, მაგრამ ბასმათის შემთხვევაში დაბალ ცეცხლზე
ორთქლზე ხარშვა არის კარგი. ეს ცოტა. აქ გვაქვს 1 კილო ბრინჯი. ამას დაჭირდება ბულიონი, რაც ვახსენე, ასევე ცოტა ხანში ბულიონს დავამატებ, რომელიც უკვე გამზადებული მაქვს. და მერე უკვე ცეცხლს ცოტა მეტი ყურადღება დაჭირდება, რომ შევმატო მეტი ცეცხლი. ამ შემთხვევაში 1 კილო ბრინჯს დავამატეთ 400 გრამი ბულიონი. ასევე დასამატებელი არის ღვინო, თეთრი ღვინო. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ სახში გააქვთ გემრიელი თეთრი ღვინო, ძალიან ძვირფასი ნოტებით, იმ ღვინოს ნუ გამოიყენებთ რიზოტოს მოსამზადებად. ისეთი ღვინო, ეგ დაიწყით დალიეთ და ის სიამოვნეთ. და ისეთი ღვინო თუ გაქვთ თეთრი, რომელიც გემეტებათ კერძისთვის, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში სადაც 1 ჭიქა თეთრ ღვინოს დავუმატებთ. ნიშნულოვანი ღვინის დამატების შემდეგ არის, რომ ღვინომ ალკოჰოლი აიორთქლოს, გამოუშვას და ის ტკბილი ნოტები და გემო ღვინოს რაც გააჩნია, ის დარჩეს. ეხლა დავამატებ, როგორც გითხარით, ნიორიან ლურპაკის კარაქს. სტარტზევე ნიორი უნდა გავუკეთებინა, მაგრამ რახან ნიორი მე კარაქშივე მაქვს. დავამატებ მაშინ, როდესაც კარაქის დამატება ჭირდება. უკვე რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. ეს არის, ესე იგი, 125 გრამიანი და ნახევარს პირველ ეტაპზე პირდაპირ ჩავაგდ. ეს კარაქი ხა ერთგვაროვან სტრუქტურას მისცემს რიზოტოს და გემოებიც უფრო ძვირფასი გახდება. აი ნახეთ, რასაც ვიძახდი, რომ თუ ხავს ძალიან წვრილად ვერ ჭრით, გახეხეთ, ნახე, ესე ხახვები არ უნდა ჩანდეს, როგორც ახლა არის. ამიტომ კარგად გახეხეთ და ისე გავუკეთეთ. იმიტომ რომ კადრისთვის გოგას დაუჭერე. პატივი ვეცი. აი ხა ეს არ უნდა გააკეთოთ. სანამ რიზოტო ბულიონში თუქთუქებს, კიდე კარაქი ხო დავამატეთ ნახევარი, 125 გრამის ნახევარი და ამას ბოლომდე გავუშვებ, რომ უფრო ელასტიური გამოვიდეს მასა. ეხლა დავამატებ, რა თქმა უნდა, შავ პილპილს, შავი პილპილის გარეშე მოკლედ შილა არ არის. და ეხლა მეგობრები მეკითხებოდნენ ბოლო-ბოლო ეს შილა თუ რიზოტოა და მოდი ვთქვათ ესე, რომ ესა რიზოტო ქართული შტრიხებით. ქართული რიზოტო არა. რიზოტო ქართული გემოებით და შტრიხებით. და უფრო დახვეწი, ასე ვთქვათ. შილა ჭირდება ბევრი, მაქსიმალურად ბევრი შავი პილპილი. იგივე პერეცა. ბორანო.
ხედავ ამან. ხო არის რიზოტო, მილანური რიზოტო, ასე ვთქვათ. ის უნდა გამოირჩეოდეს მოყვითალო ფერით. ამ შემთხვევაში ქართული კი არა და შილა რიზოტო უნდა გამოირჩეოდეს მუქი ფერით და სიმუქე უნდა შესძინოს შავმა პერეცმა. წიწაკა. სანამ ყველაზე ბოლო ეტაპზე გადავალთ და ხორცს დავამატებთ, მანამდე უნდა გაუკეთოთ რიზოტო არაფერი არაა, თუ არ ჩავახერხავთ პარმეზანს. და რა თქმა უნდა, ჩემ ძველ ვიდეოებშიც თუ უყურეთ, ყოველთვის ვიყენებ ვირჯილიოს პროდუქტს. გრანო პადანა იყო წინა ვერსიებში, თუმცა ამ შემთხვევაში ჭირდება უშუალოდ პარმეზანი და მეც წამოვიღებ პარმეზანი. ზოგადად, როდესაც ბრენდი იტალიურია და აწარმოებს, ხო? თავის ქვეყნის პროდუქტს. სანდოობა, რა თქმა უნდა, იზრდება და ის თუ რითი განსხვავდება პირობითად გრანო პადანა და პარმეზანი, მაგას შემდეგ გადაცემებში აგიხსნით. ორივე იტალიური პროდუქტია, უბრალოდ რეგიონებია სხვადასხვა და კიდევ სხვა ბევრი დეტალი არის. ამიტომ წვრილი სახეხი და უნდა ჩავახერხოთ პარმეზანი ჩვენ რიზოტოს. პარმეზანის ჩახეხვით, რა თქმა უნდა, გემოები უფრო მრავალფეროვანი ხდება და მასა თვითონ კონსისტენციაც უფრო ერთგვაროვანი ხდება და რიზოტო ზოგადად თუ ერთგვაროვანი არ გამოვა, ის რიზოტო არ არის. ბოლო ეტაპი რაც არის, ეს ჩვენი არტალას, გადაჭრილი არტალას ხორცი უნდა დავძენძო და ჩაუშვა რიზოტოში. უკვე სად არის? ახლა ამოვიღებ და გავსინჯავ. მოვიტოვებ კიდე ცოტას, რომ გავსინჯავ, კიდე დავაყოლო. ოჰო. აი. ხმაზეც ეტყობა, რომ ერთგვაროვანი მასა. ხორციც უნაზესია, ოსობუკოს ხორცია ჩათვალე. ოღონდ ჩვენ ენაზე არტალაა, გადაჭრილი ძულებზე. რაღაცა მთას უხდება, ხო იცი ესეც საჭმელი. პარმეზანმა სულ შეკრა, გააერთიანა. დაანებეთ რიზოტო ალა მილანეზეს ჭამას, ჩვენ გვაქვს უნიკალური რიზოტო ალა შილა. და ხო, მსგავსი რაღაცები რო გავაკეთო, ექსპერიმენტებიც ვატაროთ, ევროპული მსოფლიო სამზარეულოები და ქართული სამზარეულოს შერწყმები რო გავაკეთოთ, ამიტომ საჭიროა რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და დაგვალაიქოთ. სადაც ჩემო. ხორციც დნება და ყველაფერი დნება რიზოტოს გარდა, იმიტომ ალდენტია. ხო, იმის თქმა დამავიწყდა, რომ
რიზოტო ბრინჯი ბოლომდე მოხარშული არასდროს არ უნდა იყოს, არ გადაგეხარშო, მაგას ქვია გადახარშო. თუ მოხარშულია და აი ცოტა წინააღმდეგობას არ გიწევს და ცოტა არ ტკაცუნობს, ესე იგი გადაგეხარშოთ ბრინჯი. კაია. წამოვედით ცენტრში. ქალაქის კი არა, კურორტის ცენტრში. მოკლედ ერთადერთი ესეთი ადგილი არის, სადაც ბაზარს ეძახიან, ბახმაროს ბაზარს და რამის შეძენა თუ უნდათ, მოდიან აქ. ჩვენც მოვბრძანდით აქ, ანას გავაცანე აქაური ბაზარი. მე რო უცებ კუკინგზე აღმოვცენდი, ეგრე ხوار ვთხრა შენ მაყურებელს. რაშუაში ვარ. შენ რო რაშუაში იქნები კუკინგდან, აი სხვა რა უნდა თქვას მითხარ. რეჰანიდან გადმონერგილი რეჰანი კუკინგზე. ერთად დანერგილები ვართ და ხან მე მივდივარ იქეთ, ხან ანა მოდის აქეთ და ესე ერთმანეთს ვაძლევთ და ვავსებთ. ხო და პატარა ლუდი მოგვინდა. მოვბრძანეთ. ხილსაც ვიყიდით. დასაყვარელი ბავშვი. და რა ლამაზი თვალები. არა უშავს, არა გამოიე. მოდი. ავთო. ხო. აკვანიც ხوار გიყიდა. აკვანი მესამე ბავშვზე. არა. არა, ამ ხელა ბავშვი არა, უფრო დიდი მეყოლება სავარაუდოდ არ დამჭირდება. კაი, მოდი, აბა. გამარჯობათ. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? არიან უკვე ხასტუმრები დამსვენებლები. ხო, სავსეა კოტეჯები. ჩვენ გვინდა რამე ხილი გემრიელ, რა მიდი შენ. შენ მითხარი მე მოვამზადებ, შენ მიბრძანე. ხო და აი ეს ვაშლატა მახვარა. შენ აი საუზმე შენ მოვამზადებ, შენ გიყავს საუზმის მომზადება. ხო, ძალიან. და პომიდორი და კიტრი წავიღოთ ის რა ქვია სალათისთვის. აი ბატონო, წავიღოთ. მაშინ იყოს. ვაშლატა მოსავიღებთ 1 კილოს და 1 კილო პომიდორი კიტრი. არა, თქვენი ხელით ჯობს. რა თქმა უნდა. ხალხი ბევრია? არა უშავს. თუ აგვისტოში უფრო არის მოლოდინი. საშამბერთან შედარებით უკანასკნელია წესა. ვა. ყოველ შემთხვევაში სეზონი თანდათან ხურდება. ხურდება და დოღისთვის ალბათ. პიკი არის 19-ში, ხო? ხო, პიკი დოღის და უკვე. კაი. კარგი. რა გვიწონით მაშინ. ბახმაროში რომ მოხოთ რეზო ირემაძესთან უნდა გასინჯოთ. ჭიპო, ზედმეტი სახელი. ჩიკო? ჭიპო. აგერ ბახმარი რო დაიშვებით, რო ამოხოთ და დაიშვებით ცენტრისკენ ხელმარჯვი შენიერი ლუდი. კაი გარემოთი რას თავს. და ხედი ბახმარს. ხა ბატონო. გმადლობთ. ანა, მე კიც მივექცე. კიდე ერთი და კიდე ალბათ კიდე 3 რომ მორჩებიან და მოვლენა ხაი ვერაგი ხალხი. ეს არა მოვიდა. მაგრამ ჩვენ ოზურგეთ ლუდი აქ არ ამოდის, ხო? არა, ჩვენ ახლა ყავიბედის ის ხო. არა, ადრე იყო. ადრე იყო, ისე საჩაჭოში ძალიან კარგი. მე მომეწონა ოზურგეთს. კაი, აბა მოდი ავთო გაგვიმარჯოს და წავედი. ჩვენს გაგვიმარჯოს. გაგიმარჯოთ. წარმატება. განმრთელობა. ბახმარობა და ი ბატონო. კაია. ცი. პირველი 3 კლუბი არის ყველაზე გემრიელი. კაი, გვეყოფა გადაღება.